დღეს მე მინდა ჩემი გადაგება ივანეს სახარების მეოთხე თავიდან დავიწყო და დღეს მე ქებისა და თაყვანისცემის შესახებ მინდა გესაუბროთ და არ ვიცი შობის საღამოს ვინც იყავით აი მართლა ზეიმი იყო რაღაც ისეთი ახტაცება იყო ისეთი ზეიმი იყო დრავს ზეიმობთ ხოლმე ჩვენ ზეიმობთ იმას რომ აი უფალი რომ არის ჩვენთან ეს სიტყვა ემანუელი იცით ელი ღმერთის სახელია და ღმერთია ჩვენთან ადამიანები გამუდმებით ველტვით ხოლმე აი ამ გრძნობას არა როგორც გრძნობას მხოლოდ არამედ აი ამ განცდას აი ამ დარწმუნებას იმაში რომ უფალი არის ჩვენ შორის და მე მithქვამს აზრი არ აქვს ჩვენს შეკრებას თუ უფალი არ არის ჩვენ შორის აზრი არ აქვს ჩვენს გალობას ჩვენს ქადაგებას თუ უფალი არ იქნება ჩვენ შორის ეკლესია ეს არის ადგილი სადაც ადამიანები იკრიბებიან უფლის სახელის გარშემო უფლის სახელის სადიდებლად დიახ ეკლესია სიტყვა ნიშნავს რომ გამოყოფილები ვარ და რისთვის ვართ გამოყოფილები ქვეყნიერებისგან უფლისათვის და ის შეკრებილნი თაყვანს ღმერთს ვაქებ და ვადიდებ უფალს და დღეს მე მინდა ძვირფასებო აი რამოდენიმე რამ გავიაროთ ისეთი რაც დაგვეხმარება იმაში რომ უფრო მეტად გაწაფულნი ვიყოთ ჩვენ უფლის ქებაში და თაყვანისცემაში იცით რომ ამას სწავლება ჭირდება არ ვიცი იცოდით თუ არა ეს იცით რომ ლოცვაში ჩვენ ლოცვას ვსწავლობთ მსახურებაში მსახურებას ვსწავლობთ ქებადიდებაში ქებადიდებას ვსწავლობთ თაყვანისცემაში თაყვანისცემას ვსწავლობთ თაყვანისცემა ისეთი რამ არის რაც ღრმად ადამიანის შინაგანში იბადება და თუ გახსოვთ სამარიტელი ქალი ჭასთან აი ეს რომ შეხვდა გახსოვთ ხომ და წყალი რომ თხოვა დამალევინეო და ეს ქალი გაკვირვებული როგორ შენ იუდეველი კაცი მე მეუნები სამარიტელ დედაკაცს წყალი დამალევინე არ ვიცი იცით თუ არა ისტორია ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 792 წელს აშური შეესია სამარიას სამარია ქალაქი იყო შემდეგ რეგიონად გადაიქცა და მას მერე რაც აშურმა დაიპყრო სამარია კერპსახურებაში გადავარდნენ აშურელი სამარიტელები დაიწყეს მათი ქალების მოყვანა ცოლებად თვითონ დაიწყეს თავიანთი ასულების მიცემა მათთვის და აი ესე აღირივნენ იცით ხომ ისრაელი ორ სამეფოდ იყო გაყოფილი იუდა და სამარია ჩრდილოეთი და სამხრეთი და აი მაღლა ვინც იყვნენ არც ერთი მეფე არ ყავდათ ნორმალური მეფე ყველანი იყვნენ ბოროტები უფლის თვალში და ისე აღირივნენ ისინი ძვირფასებო 10 ტომი იყო მაღლა სამეფოში 2 იყო დაბლა და ისე აღირიოა ეს ჩრდილოეთ სამეფო წარმართულ რიტუალებში და კერპსახურებაში რომ იუდეველები აღარ თვლიდნენ მათ ნამდვილ ებრაელებად და ამიტომ ერიდებოდნენ კიდევაც იმას რომ სამარიის გზაზე გაევლოთ იმდენად უწმინდურად თვლიდნენ მათ და იესოზე წერია ივანეს სახარების მეოთხე თავში რომ მას სამარიაზე უნდა გაევლო და უნდა გაევლო იმიტომ არა რომ რაღაცა აი ვიღაცა ძალას ატანებდა რომ გინდა თუ არა ამ გზით უნდა გაიარო არა იქ ერთი ქალი იყო ვისთანაც საუბარი უნდა ქონოდა იმაზე თუ ვინ არის ღმერთი გახსოვთ ეს ქალი შეწუხებული ეუბნება აი თქვენ ამბობთ რომ იერუსალიმში უნდა ვცეთო თაყვანიო ღმერთსო ჩვენ აი ამ მთაზე ვცემთო თაყვანსო იმიტომ რომ მამა პაპები და მოყოლებული ეს არისო ჩვენი სალოცავი ადგილი და იესო ეუბნება დედაკაცო დგება ჟამი როდესაც აღარც იერუსალიმში და აღარც აი ამ მთაზე თაყვანს აღარ სცემენო მამას ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლები თაყვანს უნდა სცემდნენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით და ზუსტად ასე თაყვანისმცემლებს ეძებსო მამა თავისთვის იცით ძვირფასებო ეს საუბარი და თუ აი ბიბლია გიყვართ ნახავთ რომ აი ივანეს მესამე თავში იქ საუბარია იმაზე რომ აი ნიკოდემოსი როგორ მიდის იესოსთან ღამით და ნიკოდემოსი ელაპარაკება იესო ეუბნება რომ მაღლიდან უნდა იშვა და იცით რომ ძვირფასებო არ ვიცი დაკვირვებულ ხარ თუ არა თავის თავს არ უმხელს იესო ნიკოდემოს როგორც მესიას მაგრამ სამარიაში აი ამ ქალს ეუბნება რომ აი შენ წინაშე ვდგავარ და მე გელაპარაკებიო მე ვარო მესია გახსოვთ ამ ქალმა უთხრა ვიცით რომ მოვა მესია და იესო ეუბნება რომ აქ ვარ მე
შენ გელაპარაკები. გახსოვთ ხომ ძვირფასებო, ეს ქალი ამ ქალს ეუბნება უფალი წადიო, შენი ქმარი მოიყვანეო და ეს ქალი ეუბნება რომ 5 მყავდა. და ეს ეუბნება მართალს ამბობ. აი ეხლა ვინც ყავს, აი ეს რო გამოგჭა, ესეც ბარემ თქვი. აი ეხლა ვინც ყავს, არ არის შენი ქმარი. და ნახეთ ძვირფასებო, ისი არ უშვებს უფალი რომ მაინც არ მიუთითოს იმაზე რომ იცი რა არის შენც ისე როგორც ყველას გჭირდება ხსნელი და ეს ხსნელი ვარ მე. გახსოვთ ეს ქალი წავიდა თელ ქალაქს უქადაგა და ეუბნება რომ აი კაცი ნახეთო რომელმაც ყველაფერი მითხრაო ჩემ შესახებ და გახსოვთ 2 დღით დარჩა იესო მათთან. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მაგრამ რა არის ახლა ეს თაყვანისცემა? რა არის ახლა ეს ქება? აი ეს ბიბლიური თაყვანისცემა, ბიბლიური ქება, ვიცით რომ შეიძლება ბევრი ხსმენია, გვისწავლებია კიდევაც ჩვენ სკოლას კი გვაქვს და სკოლები, სადაც თაყვანისცემას სწავლობთ, მაგრამ ყველას არ აქვს ხოლმე იმის საშუალება რომ სკოლები გაიაროს და დღეს მე მინდა აი ცოტა შემოკლებული ვერსიით გელაპარაკოთ ის თუ რას ამბობს ბიბლია, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქება და თაყვანისცემა უფლის წინაშე. ეხლა უფალი ეუბნება რომ ეს უნდა ხდებოდეს სულით და ჭეშმარიტებით. რა არის სულით და ჭეშმარიტებით? აი მე მინდა ძვირფასებო ოდნავ აი ესეთი ხაზგასმით კიდევ ერთხელ გითხრათ რომ მხოლოდ მაღლიდან შობილი ადამიანების ხვედრი არის ღმერთის ნამდვილი ქება და თაყვანისცემა. და ამ დედაკაცს იქამდე სანამ მიუთითებს როგორი უნდა იყოს ნამდვილი თაყვანისცემა ჯერ იმაზე მიუთითებს რომ შენ ხსნა და გადარჩენა გჭირდება. და იცით ძვირფასებო თაყვანისცემა ნიშნავს იმას რომ შენთვის აი ეს თაყვანისცემის ობიექტი ვინც არის მასზე დიდი არაფერი არ არსებობს ამ დედამიწის ზურგზე არც მაღლაცაში არც დაბლა მიწაზე ის არის შენთვის ყველაფერი. და შენთვის ის ყველაფერი ვერ იქნება იქამდე სანამ ის არ იქნება შენი უფალი და ღმერთი. ამიტომ იქამდე ვიდრე თაყვანისცემაში გადახვალ შენ და მე უნდა ვისწავლოთ ადამიანებისთვის იმის თქმა რომ ჯერ გადარჩენა გჭირდება, უფალთან მოსვლა გჭირდება, მაღლიდან შობა გჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ შენ ნამდვილად თაყვანისცე ღმერთს, იმიტომ რომ მხოლოდ მაღლიდან შობილ სულს შეუძლია სულით თაყვანისცემა ღმერთისა. და ჩვენ ძვირფასებო აი ის ადამიანები რომლებმაც ვიცით ვინ არის უფალი იესო ქრისტე და ჩვენი ცხოვრება მას გადავეცით ხომ უფალი უწოდეთ. რას ნიშნავს სიტყვა უფალი? რომ ჩვენ აღარ უფლობთ ჩვენ ცხოვრებაზე, იესო არის ჩვენი ცხოვრების უფალი. და მხოლოდ აი აქ იბადება ნამდვილი თაყვანისცემა, სული თაყვანისცემა. მამა ასე თაყვანისცემლებს ეძებს. და რა არის ჭეშმარიტებით? ჭეშმარიტებით ეს არის ნამდვილი თაყვანისცემა. თაყვანისცემა რომელიც არ არის ყალბი, არ არის აი დაახლოებით ისეთი რომ მე როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ, ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის, მაგრამ თან კიდევ თაყვანისცემასაც გამოვხატა უფლის წინაშე, არა სულითა და ჭეშმარიტებით ეს თაყვანისცემა უნდა იყოს ნამდვილი. დიდება უფალი იესოს. წმინდა წერილზე დაფუძნებული, ისეთი როგორიც ღმერთს უნდა. და ჩვენ დღეს ზურფასებო ძველ აღთქმასაც ვნახავთ ახალსაც და აი მინდა რომ რამოდენიმე რამ გავიაროთ და აი დღეს კიდევ ერთხელ აი გონება განვიახლოთ თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქება და თაყვანისცემა უფლის წინაშე და აი პირველი რითაც მინდა დავიწყოთ ზურფასებო არის ის რომ ქება და თაყვანისცემა უნდა იყოს გამოთქმული. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას აბა სხვანაირად როგორი უნდა იყოს ღმერთის ქება? არა იცით ზურფასებო რამდენი ადამიანია დღეს რომ ქების და თაყვანისცემის დროს არის ჩუმად და არ შეიძლება ქება და თაყვანისცემა ღმერთის წინაშე იყოს აი ქებაზე მაქვს უფრო ლაპარაკი თაყვანისცემა კიდევ შეიძლება იყოს მდუმარებაში ქება უნდა იყოს გამოთქმული ნალაპარაკები გაგონილი ნახეთ ზურფასებო საქმე მოციქულთა მეორე თავის 47 მუხლი აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს აქებდნენ უფალს
განაუფალი არ არის ქების ღირსი. შეუქი ხარ შენ ვინმეს რამისთვის. აი რაღაცა კარგი გაგიკეთებია და აი მოგისმენია, გაგიგონია რომ ვიღაცა შეუნება აი რა კარგი ადამიანია. რა კარგი ბიჭია, რა კარგი გოგოა, რა კარგი კაცია, რა კარგი ქალია, ხო? და როგორი სასიამოვნოა ხოლმე რომ შეგაქებენ. თუ მარტო მე მსიამოვნებს ეს, ქსიამოვნებ თუ არა? აი რა კარგია ჟოზია, ხო? სასიამოვნოა ხომ რაღაცას რო გაუკეთებ ადამიანს და იტყვის რომ უი რა კარგია რომ ასე კარგად მოიქეცი. უი ჩვენ არა უფალთან რო ვლაპარაკობ ჩვენ ქებას ჩუმად გამოვხატავთ. მე არ ვიცი ჩუმად გამოხატული ქება როგორია. ქება უნდა იყოს გამოთქმული. მე არ ვიცი ძვირფასებო ბიბლიაში ასეთი ქების ფორმა. ქება ნიშნავს ილაპარაკო მისდიდებულ საქმეებზე, მაგრამ როგორ ვილაპარაკო მისდიდებულ საქმეებზე, როცა მოკლებული ვარ ღმერთის სიტყვას, მოკლებული ვარ ეკლესიას, იცით ძვირფასებო წმინდა წერილი რას ამბობს, რომ გულში მოჭარბებულს ბაგეები რატომ ვართ იცით შუმად? გულში აღარ გვაქვს მოჭარბებული. და არ დამიწყოთ ახლა ის რომ ჩვენ კავკასიაში ვცხოვრობთ, აი ასე და ისე, ჩვენ ასე. ქება უნდა იყოს გამოთქმული. დიდება უფალი იესო ქრისტეს. და ჩვენ რა კარგია დღეს, აი არ ვიცი, რა კარგია რომ აი ამ ტიპის, აი ჩვენ აი რაღაცნაირად საგალობლების დროს და გალობის დროს ხომ გალობლების ზოგჯერ გაჩუმდებიან ხოლმე და ან დაუწევენ ინსტრუმენტებს იმისთვის რომ ხალხის ხმა ისმოდეს. იმიტომ რომ ქება უნდა იყოს გამოთქმული, ჩვენ უნდა ვაქოთ ღმერთი. მეორე სამუელი 22:4 მუხლი მოუხმე უფალს დიდად საქებარს და გადამარჩინაო ჩემი მტრებისაგან. მოუხმე უფალს დიდად საქებარს. ის საქებარი კი არ არის მხოლოდ ის დიდად საქებარია. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღმერთის ქება ჩვენი სიტყვებით, ჩვენი ხმამაღალი შეძახილებით, ჩვენი გამონათქვამებით. დიდი ხარ უფალო, საქებარი ხარ უფალო, გაქებ უფალო ღმერთო. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ფსალმური 62:3 რადგან სიცოცხლეზე უკეთესია შენი წყალობა, გაქებენ შენ ჩემი ბაგეები. გაქებენო შენ ჩემი ბაგეები. დიდება უფალს. ჩვენ უნდა ვაქოთ უფალი ჩვენი ბაგეებით. აი ეს წარწერები რომ არის ხომ საგალობლების დროს, ისწავლე გალობა შენს და მეც. თუ არ ვიცით საგალობლები დააკვირდი ამ სიტყვებს და ისწავლე რომ ბიბლიური ქება მოითხოვს ბაგეებით ღმერთის ქებას. არ ვიცი სხვანაირად როგორ თქვა. დიდება უფალი იესო ქრისტეს. გასაგებია? ამენ. როგორ უფალო აი აქე უფალი. ხმამაღლა ილაპარაკე მის დიდებულ საქმეებზე. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მათეს სახარების მე-11:25 მუხლი. მაშინ მიმართა იესომ და თქვა, გაქებ შენ მამაო, იესო თვითონ აქებდა მამას. და მემკვიდრეობა დაგვიტოვა ღმერთის ქება და დიდება. და ამას ვაკეთებ ჩვენ ხმამაღალი შეძახილებით. გაქებ შენ მამაო, ცისა და ქვეყნის შემოქმედო, რადგან დაუფარეს ბრძენ და გონიერ და განუცხადე ჩვილებს. დიდება უფალს. მეორე ქება და დიდება და უფლის თაყვანისცემა უნდა იყოს გააზრებული. გააზრებული. მარკოზის სახარება ის მე-12:23 მუხლი. და უნდა გიყვარდესო იგი მთელი შენი გულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი სული და მთელი შენი ძალით. და მე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რას ნიშნავდა მთელი გონებით სიყვარული. და ის რა აღმოვაჩინე ძვირფასებო, მთელი გონებით სიყვარული რა არის? ეს არის გააზრებული სიყვარული. როდესაც შენი გონება ღმერთზე ფიქრობს, იაზრებს ვინ არის ღმერთი და გააზრებულად იწყებ მის ქებას, დიდებას და თაყვანისცემას. რა არის უფლის სიყვარული მთელი შენი გონებით? ეს არის გააზრებული სიყვარული, გააზრებული ქება დიდება, გააზრებული თაყვანისცემა უფლის წინაშე. ეხლა როგორ უნდა ვაკეთებდი ამას? აი მე მინდა ძვირფასებო ვიდრე ამას გეტყვით გამოცხადების მე-4 თავის მერვე მუხლიდან წაგიკითხოთ. ამ 4 ცოცხალი არსებიდან თითოეულს 6 ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნით თვალებით არიან სავსენი,
არც დღისით, არც ღამით არ აქვთ მოსმენება და ამბობენ, წმინდა უფალი ღმერთი, ყოვლის მყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა. ნახეთ როგორი გააზრებულია მათი ქება. რომ ღმერთი არის წმინდა, რომის იყო, არის, რომის ყოვლის მყრობელია, რომის იყო, არის და მოვა. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ხედავთ ძვირფასებო, ანგელოზებიც კი მათ მათი ქება დიდება არის გააზრებული. ისინი თავიანთ ქება დიდებაში ღმერთის დიდებულებაზე, ღმერთის ბრწყინვალებაზე ლაპარაკობენ, რომ ის ყოვლის შემძლეა, რომ ის დიდებულია. დიდება უფალი იესო ქრისტეს. და იცით ძვირფასებო, დავითის სამულებში, როცა ვიაზრებ მე ვინ ახარ შენ? როცა ჩაუკვირდები თუ ვინ ახარ შენ? ჩემი ბაგე ვერ იქნება დადუმებული. და სავსენი უნდა ვიყოთ ჩვენ იმ გრძნობით, იმ აზრით, იმ შეგრძნებით, რომ უფალი არის დიდებული. და როცა ვადიდებ და თაყვანს მას, ჩემი თაყვანისცემა, ჩემი დიდება არის გააზრებული. დიდება უფალი იესო ქრისტეს. გაიხსენეთ აბა ნიადაგები, ხო? 4 ნიადაგი არის, ხო? როგორია ბოლო ნიადაგი? რომელმაც მოისმინესო სიტყვა და რა გააკეთესო? ჩაუკვირდნენ. და ჩვენ ხშირად ძვირფასებო, ჩაკვირვება გვაკლია ხოლმე. აი წავიკითხე, მაგრამ აღარ ჩაუკვირდი. მოვისმინე, მაგრამ აღარ ჩაუკვირდი. და მე ეს აისახება ხოლმე ჩვენს ქებაზე, ჩვენს დიდებაზე. იცით ძვირფასებო, რა მომენატრა? აი ერთად რო ვიკრიბებით ხოლმე საოჯახე ჯგუფი იქნება თუ ეკლესია, აი ადრე იყო ხოლმე ბზუილის ხმა ისმოდა ლოცვის. და სადაც არ უნდა გაგეხედა, ადამიანები, თვალდახუჭულები, ხელებაპყრობილები ლაპარაკობდნენ ღმერთის დიდებულ საქმეებზე. რატომ იცით ძვირფასებო? ადამიანები სწავლობდნენ როგორ გაეაზრებინათ ის თუ ვინ არის ღმერთი. მაგრამ მოუტყუვდით. რაღაცნაირად დავდუმდით, რაღაცნაირად გავჩუმდით და დღეს იცით რისთვის ვარ აი ამ კათედრასთან, იმისთვის რომ აღარ გავჩუმდეთ. მოვისმინოთ, წავიკითხოთ, გავიაზროთ და ვილაპარაკოთ ღმერთის დიდებულ საქმეებზე. დიდება უფალი იესო ქრისტეს. გამოცხადების მეოთხე თავის მე-11 მუხლი. ღირსი ხარ უფალო და ღმერთო ჩვენ რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე შენინებით არსებობენ და იქმნენ. ხედავთ ძვირფასებო, როგორი გააზრებულია. მათი თითეული სიტყვა ღმერთის დიდებაზეა მიმართული. იმიტომ რომ ისინი იცნობენ ღმერთს, ვინ არის ღმერთი, როგორია ღმერთი და ისინი თაყვანსემენ ღმერთს. არა ისე ზედაპირულად, არამედ გააზრებულად. დიდება უფალი იესოს. შემდეგი, ის ფიზიკურად უნდა იყოს გამოხატული. ეხლა ცოტა მტკივნეულ საკითხს უნდა შევეხო. ის ფიზიკურად უნდა იყოს გამოხატული. და რას გულისხმობ ძვირფასებო მე? ერთ-ერთი სიტყვა ებრაულში თაყვანისცემასთან მიმართებაში შახა ნიშნავს მოდრეკას უფლის წინაშე. და მე მარტო მოდრეკაზე არ მაქვს ლაპარაკი ძვირფასებო. აი ნახეთ, პირველი ტიმოთეს მიმართ წერილში მეორე თავის მერვე მუხლში მოციქული პავლე ასეთ რამეს ეუბნება ტიმოთეს. ამიტომ ჩემი სურვილია რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენო წმინდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე. გამოცხადების 5:14 და თქვა 4 არსებამ ამინ და დაემხო 24 უხუცესი და თაყვანისა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე. ხედავთ ძვირფასებო, როდესაც ღმერთის თანდასწრება ვლინდება, მას აუცილებლად მოყვება აი ფიზიკური გამოვლინება იმისა, თუ როგორია ჩვენი ქება დიდება და თაყვანისცემა მის წინაშე. ზოგისთვის ეს მოდრეკა იქნება, მაგრამ ზოგისთვის ხელების აპყრობა. ფსალმუნი 122, 1 და 2 მუხლი. შენსკენ აღვაპყრობ თვალებს ზეცაში მყოფო, აჰა, როგორც მსახური შეჰყურებს თავის ბატონს ხელში, როგორც მხევალი შეჰყურებს თავის ქალბატონს ხელში, ჩვენც ასევე შევყურებთ უფალს, ჩვენს ღმერთსა, ვიდრე შეგვიწყალებს. ხედავთ ძვირფასებო, თვალების აპყრობა მაღლაც ფიზიკური გამოხატულება ყოფილა იმისა, რომ ეცეთ ღმერთზე დამოკიდებული ვარ. ღმერთისკენ არის ჩემი მზერა. ხელებს მისკენ მივაპყრობ, მის წინაშე მოვიდრიკები. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ხმამაღალი შეძახილები, ფსალმუნი 97:4, სიხარულით შეხყიჟინეთ უფალს მთელო ქვეყნიერებავ, იმხიარულეთ, სიხარულით შეძახეთ და ქება უმღერეთ. ხედავთ ძვირფასებო, როგორები უნდა ვიყოთ ნამდვილი მორწმუნეები.
ეკლესიაში მივედი და ისე ხმამაღლა ადიდებდნენ ღმერთს, რომ მეორე აღარ მაქვს სურვილი თხილად იყავი, იმიტომ რომ ზეცაში უნდა ნახო შენ ხმაური. იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს გაალობდნენ და მრავალი წყლის ხმაურივით იყო, მრავალი ხალხის ხმა. თუ შენ ღმერთის ქებადიდება გაწუხებს, ეხლავე შეიცვალე აზრი. იმიტომ რომ ხმამაღალი შეძახილებით ქებადიდება, იცით ძვირფასებო, ჩვენ ყოფილი ვართ ეკლესიებში, სადაც აი მართლა მხიარულება არის უფლის წინაშე იმის გამო, რომ ვინ არის უფალი და ზეიმობენ და დღესასწაულებენ, რა კარგია უფალი. რომ კეთილია ისი, რომ უკუნისამდეა წყალობა მისი და ეცე ძვირფასებო, ჩვენ უნდა მოვეწყოთ აი ასე, ჩვენი გონებით, ჩვენი გულით, რომ დაგვჭირდეს ხმამაღალი შეძახილებით უფლის განდიდება, უნდა ვადიდოთ უფალი, რადგან ის ღირსია. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ჩვენ ნამდვილი მორწმუნეები უნდა ვიყოთ. ნამდვილი მორწმუნეები. ერთი ამბავი მახსენდება, ადრე მოვყევი ეს. ერთ კაცს რომ სამსახური არ ქონდა, იცით, და ვაკანსია რო იყო, მაიმუნის ვაკანსია იყო, სხვა ვერაფერი, წინა მსახურებაზე გია გიგოშულთან ვიყავი და იქაც გამახსენდა ეს ამბავი. და მივიდა სამსახური ვერ იშოვა და უთხრა რა უნდა გავაკეთო და არაფერიო ჩაგაცვლებთო მაიმუნის ფორმას, უნდა გალიაში იჯდებიო და უნდა მოიქცეო მაიმუნივითო. ერთი კვირა გავიდა, ორი კვირა გავიდა და ეს კაცი ისე გაერთვა აი ამ როლით. რომ თოკები დაიწყო აქეთ კითხთუნაობდა და ერთხელ გადახტა და ლომის გალიაში აღმოჩნდა. და ლომი რო დაინახა, ვაიმე მიშველეთო და ლომა იცით რა უთხრა, ჩუმად იყავით თორე შენს გაგაგდებენ და მეეცო. მე არ მინდა აი რაღაცა ქრისტიანობა უბრალოდ აი ესე რაღაცა მოსასხამებით მქონდეს, მე მინდა ვიყო ნამდვილი მორწმუნე. მე მინდა ვიყო ნამდვილი მორწმუნე. და დიახ, მე აღვაპრობ ხელებს უფლის წინაშე. დიახ, მივაპრობ თვალებს ღმერთის წინ. დიახ, დამჭირდება მოვიდრიკები და გამერთვები უფლის წინაშე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ფორმა, გამოხატულება შინაგანი მდგომარეობისა. დიდება უფალი იესო ქრისტეს. რომ გიყვარს უფალი. დიახ, ხმამაღლა ვადიდებ უფალს და როდესაც ქება არის ეკლესიაში, ჩემი ხმა უნდა იყოს სხვებთან ერთად ნაწილი ღმერთის ქებადიდებისა. დიდება უფალი იესო ქრისტეს. შემდეგი ქებადიდება და თაყვანისცემის განუყოფელი ნაწილია ინსტრუმენტები. და ამასაც გამიზრუნოთ ვამბობ, იმიტომ რომ მესმის ხოლმე რა საჭიროა ამდენი ინსტრუმენტი ჩვენგან არა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც აი ან პირველად მოვლენ ხოლმე, ან უხეშად ხვდებათ ხოლმე ყურში. და ნახეთ ძვირფასებო, გამოცხადების წიგნის მეხუთე თავის მერვე მუხლი. წიგნი რომ აიღო 4 არსება და 24 უხუცესი დაემხო კრავის წინ, ყოველ მათგანს ხელში ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასი ეჭირა, რაც წმინდანთა ლოცვებიაო. რა კარგია რა, როდესაც ლოცვებია და ინსტრუმენტია. ხელში ქნარი ვიეჭირათ. კარგი, ეს ქნარი თუ არ არის საკმარისი ძვირფასებო, აბა ნახეთ ფსალმუნი 150, 1:6 მუხლების ჩათვლით. ადიდეთ უფალი, ადიდეთ ღმერთი თავის საწმინდარში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების სიმყარეში, ადიდეთ იგი მისი ძლიერი საქმეებისთვის. როგორ ვადიდეთ უფალი? ნუ ვიდგებით ჩუმად. არა, ადიდეთ უფალი. ნახეთ რა შეუნება შემდეგ. ადიდეთ იგი მისი განუზომელი სიდიადისთვის. ადიდეთ იგი ბუკის ცემით. ბუკი გვაკლია იმაში გალობლებში. ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით. სიმიანი ინსტრუმენტებით. ადიდეთ იგი დაირითა და ცეკვით. ცეკვაც გვაკლია. ადიდეთ იგი დაირა გვაქვს. ადიდეთ იგი სიმებითა და სტვირით. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით. ყოველმა სუნთქვის მქონემ და თუ ინსტრუმენტები არა გაქვს, სუნთქვა ხო გაქვს? აი აქ ყველა ვინც ავარ სუნთქვა გვაქვს. თუ ვინმე შენგვერით არ სუნთქავს, ცუდად აქვს საქმე. ვისაც სუნთქვა აქვს, აი სუნთქვა რო გაქვს, ადიდეთო უფალი. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ხედავთ ძვირფასებო, არა მხოლოდ ჩვენი ხმებით უნდა ვადიდებდეთ ღმერთს, ინსტრუმენტებიც განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს ღმერთის დიდების. დიდება უფალი იესოს. ყოველივე ღმერთს ეკუთვნის. ყოველივე ღმერთის სადიდებლად უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი ქება, დიდება და თაყვანისცემა.
და თუ ჩვენ ეკლესია გადავიქცევით ქების, დიდების და თაყვანისცემის ადგილად, დამიჯერეთ ძვირფასებო. უამრავი ადამიანი შეემატება კიდევ ეკლესიას. რატომ? იცით, იმიტომ რომ მაქებარი ადამიანები ვიქნები და კიდევ ერთი, დამიჯერეთ, მაგალითებად უნდა გადავიქცეთ სხვა ადამიანებისათვის, როგორია ნამდვილი ქება, დიდება და თაყვანისცემა უფლის წინაშე. ჩვენ დღეს მიჩვეულები ვართ ყველგან აქ, რომ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ რელიგიაში, ხომ, რელიგიურ სოფხედველობაში სიჩუმე და მდუმარება რაღაცა სიწმინდესთან არის გაიგივებული. და სადაც არ უნდა შეხვიდე, ხომ, რაღაცნაირად და დააკვირდეთ ძვირფასებო, როდესაც ეკლესიური ცხოვრება, ეკლესია დაღმასვლას იწყებს, მაშინვე სიჩუმე და მდუმარება მოდის. ჩუმდება ყველაფერი, ადამიანები აღარ ადიდებენ ღმერთს. დარბაში მარტო მგალობლები გალობენ და ეკლესია ჩუმად არის, ეს საშინელი მდგომარეობაა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი მოწოდებულები ვართ იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაქოთ და ვადიდოთ უფალი. რომ ჩვენი ქება იყოს ხმამაღალი, გამოთქმული. იმიტომ რომ უფალი ღირსია ქების, დიდებისა და თაყვანისცემის. დიდება უფალი იესო ქრისტეს. კარგით. ეხლა ეს ქება ყველაფერი საგალობლები ცოტა ოდენი მინდა რომ თვითონ საგალობლებზეც გელაპარაკოთ. გამოცხადების მეხუთე თავის მე-9 მუხლი. ისინი გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ, შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭედი. არ ვიცი როგორი რიტმით გალობენ ამას. ერთ დღეს გავიგებთ ამას, როგორ გალობენ. აი შენ ხარ ღირსი, ახსნა ბეჭედი არის საგალობელი. გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ, შენ ხარ ღირსი, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები. ვინაიდან დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისთვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან. ხედავთ როგორი გააზრებულია, ხედავთ როგორი ხმამაღალია, ხედავთ როგორ ყოვლის მომცველია, რომ ისინი გალობენ ახალ საგალობელს. პირველი ნეშტა მე-16 თავის მე-9 მუხლი. უმღერეთ და უგალობეთ მას, ილაპარაკეთ მის ყოველ სასწაულზე. იცით ძვირფასებო, პირველი ეკლესიის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იყო მისი სასწაულების საგალობლებით გალობა. და არ ვიცი, ვიღაცას უთქვამს. ამას პირველი ეკლესია იმიტომ აკეთებდაო, რომ ეს მე-21 საუკუნეში ამბობენ ამას, როდესაც განვითარდა მეცნიერება, რომ არ ვიცი იცოდი თუ არა ეს, რომ საგალობლებით უფრო ადვილად იმახსოვრებს ადამიანი ბევრ ამას. ჩემთვის აღმოჩენა იყო ეს. აი შეიძლება საზეპირო უფრო, აი საზეპირო რაღაცა რომ დაიზეპირო, როგორც ლექსი რთულია, მაგრამ თუ ერთხელ და ორჯერ იმღერებ, რაღაცნაირად და პირველ ეკლესიას წესად ქონდა ბიბლიის და იესოს სასწაულების მუხლებად გალობა. და რატო აკეთებდნენ იცით ამას ძვირფასებო? მაშინ ასე ახალი აღქმა პირველ საუკუნეში ერთ ტექსტად არ ქონდათ. აი ჩავიდოდა რომელიმე მოციქული უქადაგებდა მათ და მოუყვებოდა იესოს სასწაულზე და ვიღაცა ჩაიწერდა ამას და მერე საგალობლად გალობდნენ, რომ არასოდეს არ დავიწყებოდათ თუ როგორ აუხილა იესომ ბრმას თვალები. დიდება უფალს. ალელუია. ფსალმონის 65:2-3. უგალობეთ მისი სახელის დიდებას, ხოტბა შეასხით მის დიდებას, უთხარით ღმერთს, რა საოცარია შენი საქმენი. დაგემორჩილებიან შენი მტრები, შენი ძალის სიდიადის გამო. ფსალმონი 116:1 და 2. ადიდეთ უფალი ერნო ყოველნო, ქება უგალობეთ მას ხალხნო ყოველნო, რადგან დიდია ჩვენს მიმართ მისი წყალობა და ჭეშმარიტება უფლისა უკუნითი უკუნისამდე. როგორ შეიძლება ჩუმად ვიდგეთ? რანაირად შეიძლება არ ვაქოთ და არ ვადიდოთ ღმერთი? ერთი რამე გვჭირდება. პავლე ამბობს, უხვად დამკვიდრდესოთ უფლის სიტყვა თქვენს გულებში. და იცით ძვირფასებო, ამის მერე ეუბნება, ეფსალმუნეთ უფალს. უგალობეთ უფალს. თუ ჩვენ ცხოვრებაში უფლის სიტყვა არ იწყებს დამკვიდრებას, რა ვიგალობო? თუ მხოლოდ კვირადღე არის ჩემი აი გამოცოცხლების დღე, როგორღაც ეხლა აი გამოვამ ქადაგებელი და აი შემაჯაჯღარებს რაღაცნაირად, რომ იქნება რაღაცნაირად გამომაცოცხლოს. აი ნახევრად მკვდარი რომ მოვედი აქ. სხვაზე არ ვლაპარაკობ, მეც მქონია ასეთი შემთხვევები. რომ კვირადღე მივსულვა, რომ იქნება ვიღაცამ გამომაფხიზლოს. არა ძვირფასებო, ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე უფლით უნდა იწყებოდეს.
მე ამას ამპარტავნებით არ ვამბობ, ვცდილობ რომ ყოველი დღე უფლის სიტყვასთან ერთად დავიწყო, რატომ იცით? იმიტომ რომ უფლის სიტყვა რომ მკვიდრდება დილით ჩემს ცხოვრებაში. მე შემიძლია ხოლმე უგალობო უფალს. ვადიდო უფალი. მე ეცით როგორ არის ხოლმე, აი ძმები რომ შეხვდებით ხოლმე, ხომ? აი დავჯდებით და ვლაპარაკობთ, ხომ? ვეუბნები, იცი რა არის დილით, ვკითხულობდი სიტყვას და ესა და ეს რაღაცნაირად სხვანაირად დავინახე. მე ჯონი იტყვის, უი კოტე, მეც ვკითხულობდი და ნახე უფლის სიტყვა არის ჩვენში. და როცა ეს სიტყვა მკვიდრდება, შეუძლებელია ამ სიტყვამ გარეგნულად არ დაიწყოს მოქმედება. ეს ზურბასებო ხშირად ჩვენს ლოცვებშიც ღმერთი გვპასუხობს ხოლმე, ისე ამაზე ხა წინა მსახურებაზე უბანშიც ვლაპარაკობდით. რამდენჯერ მქონიეთ ჩემს ცხოვრებაში? ღმერთისთვის რაღაცა მithოვია და ის რაღაცა ღმერთს არ მოუწია დასრულებული სახით და მოუწია როგორც მარცვალი. და ეს ზურბასებო, აი მარცვალს ზოგჯერ როგორი გაფრთხილება ჭირდება ხოლმე იმისთვის, რომ აი ლოცვის პასუხი იზრდებოდეს და არ ვიცი ხვდები თუ არა რას ვამბობ. ჩვენ ხშირად ლოცვებში გვინდა რომ ყველაფერს რასაც ვითხოვთ დასრულებული ფორმით მივიღოთ ხოლმე, მაგრამ ღმერთი ხშირად პასუხობს და გვაძლევს ხოლმე არა იმ მდგომარეობით, რომელიც ჩვენ გვინდა, არამედ ზოგჯერ როგორც მარცვალი. იცით რომ ღმერთის სამეფოში ბევრი რამე, ყველაფერი როგორც მარცვალი ისე იწყება ხოლმე. იესო თქვა გამოვიდა მთესველი და დათესა. გახსოვთ ქალის სამსაწყაო ფქვილში რომ ჩადო საფუარი. საფუარი მცირია, მაგრამ ფქვილი ბევრი იყო. მოიზილება და მე რაღაცნაირად იზრდება და ვითარდება და ხშირად ზურბასებო უბრალოდ გვჭირდება ხოლმე. აი სირთულეებზე ყურადღების გამახვილება კი არა, აი ღმერთის პასუხზე, ღმერთის დიდებაზე, ღმერთის ქებაზე ყურადღების გამახვილება და ყველაფერი თავის ადგილზე დგება და მწყობში მოდის ხოლმე. დიდება უფალი იესოს. აბა გაიხსენეთ ისრაელი ერთხელ საზრკველი დაუდეს ტაძარს, არაფერი არ ჩანდა, მაგრამ ისე ყიჟინებდნენ და ადიდებდნენ ღმერთს, რომ აი გვერდზე მყოფი ხალხები და ერები, ხალხებს და ერებს ესმოდათ მათი ყიჟინა და ღმერთის დიდება. და ჩვენ ზურბასებო უნდა ვისწავლოთ უბრალოდ ღმერთის განდიდება, ქება თუნდაც მცირე რაღაცეებში და მცირედი რაღაცეებისთვის და მისი სახელი იყოს ამაღლებული და განდიდებული. ამენ ზურბასებო. უგალობეთ მის სახელს. ხოტბა შეასხით მის დიდებას. ნახეთ ზურბასებო, მეორე ნეშტა წიგნში, მე-20 თავის 21 და 22 მუხლები, მოეთათბირავ ხალხს და უფლის მგალობლები დააყენა, რათა ევლოთო მეომრების წინ, ეკოთ მისი სიწმინდის დიდებულება და ეთქვათ, ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. როცა იწყეს ყიჟინა და ქება, რა იწყესო? ყიჟინა და ქება. უფალმა შფოთი დაუშვა ყამონისა და მოაბის ძეებისა და სეყირის მთის მკვიდრებზე, რომლებიც იუდას წინააღმდეგ იყვნენ გამოსულნი და გაანადგურა. ნეტავი რა იქნებოდა ესე ჩუმად რო ედიდებინათ უფალი. ეუბნება რომ ადიდეთ უფალი, რადგან კეთილი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი და მათ რო ასეთი გადაწყვეტილება მიიღოთ. კი ვადიდოთ, მაგრამ მოდი ასე ვადიდოთ, ადიდეთ უფალი, რადგან კეთილი, რადგან ნახეთ ზურბასებო, იყიჟინეს. ხმამაღალი შეძახილებით ადიდეთ უფალი და იქნება ზოგჯერ აი ეს გვჭირდება ხოლმე იმისთვის რომ რაღაცნაირად გავცოცხლდეთ. იქნება გვაკლია ჩვენ ქრისტიანულ ცხოვრებაში ღმერთის ხმამაღალი ქებადიდება და თაყვანისცემა, რომ უფალია ყველაზე ამაღლებული და განდიდებული. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ამენ ზურბასებო. შემდეგი და დასასრულისკენ მივდივარ. ჩვენს ქებადიდებაში და თაყვანისცემაში ემოციებიც უნდა იყოს ჩართული. ხსენიათ რომ ადამიანი არის სული მშვენივრად და სხეული. ხო ხსენიათ? ადამიანი არის სული მშვენივრად და სხეული. და მთელი ბრძოლა იმაში მდგომარეობს, აი ამ სხეულზე, რომელიც ღმერთს ეკუთვნის, ვინ არის გამარჯვებული? ადამიანის სული, ხორციელობა, მშვენივრა. მაგრამ ნამდვილი სულიერობა ზურბასებო და სულიერი ქრისტიანი, აი ადრე ქონდა ხოლმე ტერმინი ხორციელი ქრისტიანი, მშვენიერი ქრისტიანი და სულიერი ქრისტიანი. ეხლა ვის ვეძახდით ხოლმე ხორციელ ქრისტიანებს? ადამიანები, რომლების ცხოვრებაშიც შეცდომები და ცოდვები და დაცემები იყო აშკარა და ვამბობდით რომ აი ხორცით მართულია მათი ცხოვრება. ეხლა ვინები იყვნენ მშვენიერები? ადამიანები, რომლებიც გრძნობებით იყვნენ გამოდიმებით მომართულები.
თუ გრძნობა მათი განწყობილი იყო ეკლესიაში წასასვლელად წავიდოდნენ თუ არა არ წავიდოდნენ და ვამბობდით რომ აი მშვენიერობაში გადავარდიო ჩემ თავზეც ხშირად მithქვამს იმიტომ რომ გრძნობები დავიწყე ცხოვრება და ჩემი ცხოვრება მომართულია გრძნობები და ვინ იყვნენ სულიერი ადამიანები ვიზე ვამბობდით ან როდის თuldით ჩვენ თავებს სულიერებად როცა სულიერი კაცი შინაგანი კაცი დომინირებდა ხოლმე სამშინველზეც და სხეულზეც აი პავლეს სიტყვებს ვიყენებდით ხოლმე რომ როცა მსახურებაში უნდა წასულიყო ხო არ ვეთათბირეო სისხლსა და ხორცს ანუ ხორციელობას არ დაუწყე მე ხა ხორცს იმის თათბირი ეხლა გინდა თუ არა ღმერთის ქება დიდება აი დავითი ხომ დღეს ამიტომ ვამბობდი დათუნაც და გალობლების გალობდნენ რომ რას დამკვლესი ხარო სულო ჩემო უფრო სწორი თარგმანი რას დამკვლესი ხარ თავო ჩემო არის ხოლმე ხო ადამიანების ცხოვრებაში მდგომარეობა აი ეს ტვინვა და წუწუნი როგორ გვიყვარს და როგორ აი კომფორტულად გზნობთ ხოლმე თავს ხომ არავინ არ მიბრალებს საწოდავი მე და როგორი ცუდია მეორე საწოდავს რო იპოვი ხოლმე ეხლა ერთი ხო იყავი საწოდავი ახლა მეორე აღმოაჩინე და ეს ორი საწოდავი მე მივდივარ და მესამეს პოულობ და მე ვაყალიბებ საწოდავების სახლის ჯგუფებს და ვიკრიბებით ხოლმე და ერთმანეთს ვეუბნებით როგორი საწოდავები ვართ როგორ ვერ გაგვიგეს არავინ არის ჩვენი შემწე, არავინ შეგვაქო, არავინ ესე, ისე და ვაი, ვუი და აი ამ ლაპარაკშიც კი უკვე დეპრესიაში ვარ ჩავარდნილი უკვე. და მე რაც უდია რომ ქვეყანა გადაიქცევა ასეთ. რა გვეშველება? რო შეხვდებით ერთმანეთს. ერთი ღამის შოუ გვაქვს ხოლმე, ხო, ის ვან ჯავახიშვილი, კახი კავზაძეს რო ეუბნება, გვეშველება რამე და არაფერი არ გვეშველებაო და ასე არაფერი არ გვეშველება. არა ნაშველი გვაქვს. იესო არის უფალი. ღმერთი ზის თავის ტახტზე. დიდება უფალი იესო ქრისტეს. გალობლები დაუყენა რომ ეთქვა, ადიდეთ უფალი რადგან კეთილია და რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. ღმერთს არ უთქვია რომ გალობლები რო დაიწყებენ ახლა ხმამაღლა განდიდებას არ თქვათ ისა რომ აი დიდია უფალი მაგრამ რა უბედურები ხართ თქვენს აწყლებო. არა დიდია უფალი. უკუნისამდეა წყალობა მისი. და გამარჯვება მოვიდა. და ეცეთ ძვირფასებო, არაფერია ცუდი იმაში, როდესაც ჩვენი ემოციები იწყებენ მონაწილეობას ღმერთის განდიდებაში. აბა რისთვის გინა ემოცია? მარტო იმისთვის რომ აი მეც მიყვარს ფეხბურთი და მეც მიყვარს სპორტი და როგორი კარგია ჩვენები რო იგებენ ხოლმე და აი და ბავშვებს ვეუბნები, თქვენი ხმა არ გავიგო. აი შეტევაზე რო გადადიან ჩვენები. ეხლა კვარაცხელიაც ყავს ხო და იქ რო რა კარგად აი გავა გამოვა და ემოცია, მაგრამ ღმერთთან რომ მიხვალ. არაფერში ემოცია არ გამოხატო. როგორ შეიძლება ახლა ღმერთზე ილაპარაკო და აი ასე თქვა დიდებულია უფალი და ზოგჯერ გვეჩხუბებია ხოლმე რატომ ხადაგებთო ხმაურიანად კათედრიდან სხვანაირად როგორ ვილაპარაკოთ ვლაპარაკობთ ღმერთზე სამყაროს შემოქმედზე იესოზე რომელიც სამარიტელ ქალს ეუბნება რომ მე მაქვს წყალი ისეთი რომელსაც მოგცემ და აი თუ მოგცემ და დალევამ წყალს ხო აღარასოდეს მოგწყურდება დიდება უფალი იესო ქრისტეს მაგრამ რატომღაც დავდუმდით რატომღაც გავჩუმდით რატომღაც აღარ გვინდა ჩვენი ემოციები სხვა რაღაცებს დაუტოვებ და აღარ ვეუბნებით უფალს რომ უფალო ჩემი ემოციაც შენი არის უფალო დიდება უფალი იესო ქრისტეს გამოცხადების მეხუთე თავი ისევ ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ და მათი რიცხვი იყო 10,000 და 10,000-ები და 10,000 და 10,000-ები იმდენი ნოლი არის რომ ვერც დავწერთ დიდი ხმით ამბობენ ხედავთ ემოციას დიდი ხმით ამბობენ დიდი ხმით რო ილაპარაკო ემოცია გჭირდება ემოცია გჭირდება რომ შენი და დამიჯერეთ ძვირფასებო რაც უფრო მეტად გადავცემთ ხოლმე ჩვენს ემოციებს ჩვენს სამშვინველს ღმერთს ჩვენს გონებას ჩვენს ემოციებს მით უფრო მეტად ლინდება ხოლმე ღმერთი ჩვენს გზნობებში ჩვენს ემოციებში და ხშირად იცით რატომ გვაქვს ფეთქებადი ხასიათი იმიტომ რომ ჩვენი ემოციები ისევ ჩვენ გვეკუთვნის და არა ღმერთს ღმერთს არა მხოლოდ ჩვენს გონებაში უნდა რომ იმეფოს არამედ ჩვენი ემოციების ფარველი და მეფეც უნდა იყოს ძვირფასებო ამიტომ ამბობს რომ სულის ნაყოფია სიმშვიდე თავშეკავება
რატომ იცით? ემოციებზე მეფობს უფალი. ემოციებში ვლინდება უფალი. და როცა ასეთი ცხოვრებით ცხოვრობ, ადამიანები შენი მეზობლებიც კი, რომელსაც შეიძლება ძალიან არ მოსწონ ხარ და ძალიან არ უყვარხარ, ხო? მაინც იტყვის რომ არა, სხვებისგან განსხვავებულია. სხვები რო ყვირიან ეს არ ყვირის. სხვები რო ჩხუბობენ ეს აშველებს. რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენი სამშვენელი უფლის არის, ჩვენი ემოციები უფლის არის და ეკლესიაში რომ მივდივარ, თუ მაინც და მაინც ხმამაღლა ყვირილი გინდა, ეკლესიაში იყვირე. ღმერთის ადიდებლად. არ ვიცი რა დაგვემართა, სახში უყვირი ვართ, აქ ჩუმათავართ. სახში რომ შემოხედო, ისეთი რიხიანები ვარ, მე რომ მომისმინოთ სახში, ხმა მაქვს ისეთი რომ აქ რომ მოვდივარ, არ ვარ ასე, მაგრამ ვისაც ყურე აქვს ასმენოთ ისმინოს. რას ეუბნება სული ეკლესიას. აქ რომ მოვდივარ, რატომ ვარ ჩუმად? განაც ჩემი ხმა უფალს არ ეკუთვნის და მე ძვირფასებო არ ვცდილობ ახლა მანიპულირებას. მე ვცდილობ ბიბლიურად გაჩვენოთ, რომ ჩვენი ხმაც, ჩვენი ემოციაც, ჩვენი დამოკიდებულებაც, ჩვენი მთელი სხეული ეკუთვნის უფალ ღმერთს. ამიტომ ამბობს რომაელთა მე-12 თავი, უძღვენით თქვენი სხეულები ღმერთს. ცოცხალ სასურველ მსხვერპლად. არ ვარ გესამინი რა. არ მომწონს. უძღვენითო თქვენი სხეულები. ცოცხალ სასურველ მსხვერპლად ძვირფასებო. ცოცხალი მსხვერპლიო, მკვდარი კი არა. ჩვენი ძმა ბობი ხო იცით, ბობი? აი ძალიან ზოგჯერ ის ხომ ძალიან ცუდი ხუმრობა. მე არ ხუმრობ, ასე უნდა მანი ხუმრა ესე და უნდა მოგიყვეთ როგორი ხუმრა. თავის ეკლესიაში გადაგებდა. იმ ეკლესიაში რამდენჯერ ვარ ნამყოფი. თავის ეკლესიაში იხუმრა. იქადაგა, ხოცით როგორი ხუმრობა იცის რაღაცა და ვერ დაძრა ხალხი. აი როგორებიც მოვიდნენ ისეთები, იჯდნენ ერთმა არ უთხრა არც ამინი, არც ისა გალობის დროს ყველანი იყვნენ ჩუმად. ხმას არ იღებენ, კაცო, მარტო გალობლები. რო ვიყურებოდი აქეთ-იქით მეთქი რა ხდება. ეხლა აღარ აქვს ეს სიტუაცია, გამოცოცხლდნენ და ბობი გამოვიდა საქადაგებლად და უთხრა: იესო რომ მოვაო, ყველაზე პირველები თქვენ წახვალთო უფალთანო. და რატო? პავლე ამბობსო, მისი გამოჩენისას ვერ დავასწრებ მკვდრეებსო, ჯერ მკვდრები უნდა გაცოცხლდანო და ვაიე რატო ამბობ ამას? რომაელთა მე-12 თავი. უძღვენით თქვენი თავები ცოცხალ მსხვერპლად. მორწმუნეებს უნდა გვეტყობოდეს ღმერთის სიცოცხლე. ახლა მე ვიცი ძვირფასებო და არასდროს არ გამიგოთ. ვიცი რომ სხვადასხვა ხასიათები გვაქვს. ვიცი რომ ზოგი შეიძლება უფრო გამომხატველი იყოს, ზოგი შეიძლება უფრო მე ამაზე არ ვლაპარაკობ. შეიძლება არ იყო გამომხატველი ადამიანი, მაგრამ ღმერთმა ბაგე იმისთვის მოგცა რომ ადიდო უფალი. და შენი ბაგე, შენი სხეული, ხელები იმიტომ მოგცა რომ წმინდა წერილის აღსრულება ძვირფასებო, ამაშიც გვინდა რომ აღვასრულოთ ღმერთის სიტყვა. პავლე ამბობს, ღმერთის ნება აღვაპრობდეთ წმინდა ხელებს. ჩვენი თვალებით უფლისაკენ ვიმზირებოდეთ. ჩვენი სიტყვებით, ხომ, ჩვენი სიტყვები უფალს ეკუთვნოდეს და დამიჯერეთ ძვირფასებო, რაც უფრო მეტად ილაპარაკებ ღმერთის სიტყვას და ღმერთის დიდებას, მით უფრო მოგძვრება და დაივიწყებ აი სხვა რაღაცებს, რასაც ვლაპარაკობთ ხოლმე. ახალი მორწმუნე რო გავხდი ძვირფასებო და მე აი დასასრულისკენ მივდივარ და ამით დავასრულებ. ახალი მორწმუნე რო გავხდი, ახალი მორწმუნე რო ვიყავი, მეორე თუ მესამე დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე აღარ ვბილდ სიტყვაობ. და მან გამაკვირვა. ერთი ძმა ყავს ჩვენ, ბაპტისტი ძმა არის, ბელენკო ალექსი. ბევრი თქვენთაგანი იცნობთ. ჩვენი მეზობელი არის. მე ჯონი დათო ჩემი ძმა არის, ჯონი ჩვენი უბნელია, ბელენკოც ჩვენი უბნელი იყო. იცით რითი ვიყავით ცნობილი? ბელენკოს გინებით. ან საიდან მქონა, ან რა დამიშავა, მაგრამ გაბოროტებული ვიყავი ამის მიმართ. ფეხბურთს მას ვეთამაშებოდით. ეს და აი ძალიან არ მიყვარდა ჯერ ეს მორწმუნე იყო რაღაცა და ნუ არ ვიცი აი შიგნიდან მქონდა და ერთხელ დედაჩემმა მცემა იმის გამო რომ დამიჭირა როგორ ვაგინებდი. თან არც მერიდებოდა ხოლმე გინება. მცხვენი ამას რომ ამბობ. ეხლა მორწმუნე გავხდი და მეორე დღეა, მესამე დღეა, მეოთხე დღეა და ვაკვირდები რომ და გინდა დაიჯერეთ გინდა არა. თქვი, უნდა სადო შეგინება მეთქი და
ვერ შევიგინე. იმდენად ვიყავი მოხიბლული ამ იესოთი. და ეს მაღლიდან შოობა ძვირფასებო, იმდენად ნამდვილი და რეალური იყო, მე დღეს მესმის ხოლმე აი რაღაცნაირად ახლა მაღლიდან ვიშვი რაღაცა, როგორია რა, არ ვიცი ძვირფასებო, მაღლიდან შობას და აი ამით ვასრულებ. თესალონიკელთა მიმართ წერილი. 9 მუხლები. პავლე მოციქული ჩადის თესალონიკეში, სულ 3 კვირა გაჩერდა იქ, მაგრამ ძალიან დიდი გამოღვიძება მოვიდა თესალონიკეში. და ნახეთ რა შეუნება ეკლესიას. ვინაიდან თვითონვე ყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა ქონდაო თქვენთან. და როგორ შემოbrუნდით კერპებისგან ღვთისაკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს და მოელოდეთ ზეციდან მისზეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა. აი 3 რამ. პირველი, პავლე ამბობს, რომ მოვედით თქვენთან და გიქადაგეთ, პირველი რაც გააკეთეთ, კერპებისგან შემოbrუნდით ცოცხალი ღმერთისკენ. აი იმ დღეს მაღლიდან რო ვიშვი, ჩემი ძველი ცხოვრება დამთავრდა და მე ვიწყებ ახალი ცხოვრებას, კერპებისგან ღმერთისკენ შემოbrუნდი. მეორე ეუნება, რათა ემსახუროთ ცოცხალ ღმერთს. ხედავთ, წარსულში შემოbrუნდი აწმყოში. თუ მაღლიდან შობილი ვარ, რას ვაკეთებ? ვემსახურები ღმერთს. ქებადიდებით, თაყვანისცემით, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არის ღმერთის მსახურება და პავლე ამბობს, რომ არ ვცხრებით. და ნამდვილი მორწმუნეები არ უნდა ცხრებოდეთ ღმერთის მსახურებაში, ღმერთის ქებადიდებაში, ღმერთის თაყვანისცემაში, ღმერთის განდიდებაში. და მესამე ეუბნება და მოელით. წარსულში შემოbrუნდი, აწმყოში ვემსახურები და მომავლის იმედით ვცხოვრობ, რომ იესო აუცილებლად გამოჩნდება. რატომ ვაქებ უფალ იესო ქრისტეს? პირველ ეკლესიის განუყოფელი ნაწილი იყო მსახურების იმაზე ფიქრი, რომ იესო კვლავ დაბრუნდება. ვიღაცას უთქვამს, რატომ აღარ ვქადაგებთ სიწმინდეზე? იმიტომ რომ აღარ ვქადაგებთ იესოს გამოჩენაზე. რატომ აღარ ვქადაგებთ იესოს გამოჩენაზე? იმიტომ რომ აღარ ვქადაგებთ სიწმინდეზე. ეკლესიის განუყოფელი ნაწილია ეს 3 რამ. პირველი, შემოbrუნდი, მეორე, ვემსახურები და მესამე, მოლოდინში ვცხოვრობ. და თუ ეს 3 რამე მოქმედებს ჩემს ცხოვრებაში, როგორც მაღლიდან შობილი ადამიანის ცხოვრებაში, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება ის, რომ მე ვაქებ ღმერთს, მე ვადიდებ ღმერთს, მე თაყვანს ვცემ ღმერთს და ამას ვაკეთებ ეკლესიასთან ერთად. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ეცე ძვირფასებო, ერთ დღეს ყველანი ერთად ვიქნებით შეკრებილები. იმ დღეს, როცა უფალი თავის ეკლესიას დაუძახებს. და ჩვენ ყველანი გაერთიანებული ხმით, როგორი რთულია რა ძვირფასებო. აი მინდა რომ დავასრულო, მაგრამ ამასაც ვეთქვი. როგორი რთულია ერთი და იგივე ინსტრუმენტს წარმოგიდგენიათ, ვიოლინო, როგორი მშვენიერი ინსტრუმენტია, მაგრამ დღე და ღამე მის სტრიპინს რო ისმენდე. დღე და ღამე. ან ჩელო, როგორი კარგი ინსტრუმენტია. ერთი და ორის მოსმენა კარგი, მაგრამ დღე და ღამე ჩელოს რო უსმენდე. ხომ შეიძლება გაგაგიჟოს ადამიანი და წამების ერთ-ერთი ის არის ხოლმე ესეთი რაღაცას ჩაურთავენ და გაუწურლებენ ხოლმე ნერვებს. ადამიანს აღარ შეუძლია ხოლმე მოსმენა და ყველაფერს ვიტყვი, როგორც ეს გააჩუმეთო. მაგრამ აბა ეს ყველა ინსტრუმენტი გააერთიანე. და იცით ძვირფასებო, ეკლესიაც ეს არის შენი ხმა ნაწილია აი ამ გალობის გუნდისა, რომელსაც ეკლესია ქვია. შეიძლება თქვა, მე ისე ვერ მღერი ვარ, აი როგორც სხვები მღერიან რანაირად, დამიჯერეთ. შენი ხმა და ჩემი ხმა უნდა გაერთიანებული იყოს და იცით ძვირფასებო, უნდა გადავიქცეთ როგორც ერთი დიდი ლამაზი სიმფონიური ორკესტრი. სადაც ერთი ინსტრუმენტი კი არ დომინირებს. არამედ ჩვენ ყველანი ერთად ვადიდებთ უფალს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ერთი დავყავდა ჟენია მელაძე. ძალიან მიყვარდა ეს ქალი. ორი რამის გამო. ერთი მსახურებას არ აცდენდა და მეორე ისეთი ხაჭაპურის გაკეთება იცოდა, რომ გაგიჟდებო. აი ბაბათი დავსწროზე. ძალიან გებრიელი სახაჭაპურის გაკეთება იცოდა. ისეთი თხელი ოსი ქალი იყო, ისეთი ხაბისგინებს რასაც ეძახიან. აი ციური და ერთი შენი ხაჭაპური მიყვარს და გაკეთებული ხაჭაპური და ისეთი ხაჭაპური
გალობა არ იცოდა. იცით როგორი წვრილი ხმა ქონდა? რო დაიწყებდა ხოლმე გალობას, ხო, თან უბანში ყავდა ხოლმე მსახურება რო დავიწყეთ გდანში, მაშინ სამი ბებია იყო მოდიოდა ხოლმე უფანში. აი ქსენია ხოხაშვილი ერთ-ერთი არის. ქსენია მოდიოდა, ჟენია მელაძე მოდიოდა და მესამე ვინ იყო? ევა ბებოს რა დამავიწყებს. ეს იყო გალობის გუნდი და მე ვიყავი. და ვცდილობდით ხოლმე რომ გვეგალობა. ვერ ვჯდებოდით რიტმში. მე ბესო დაგვემატა და ბესომ საერთოდ გაგვიფუჭა ყველაფერი. ბესომ საერთოდ გაგვიფუჭა ყველაფერი. ბესომდე ცოტა მაინც ვჯდებოდით რიტმში. ამან სუაგვირია. აი ხო არის რიტმი დამ ბესო ვერ ჯდება რიტმში. ხანაკით არის ხანიკით არის. ჟენია რო გარდაიცვალა და უბანში რომ მიკრიბებოდით მესამე ხო მეოთხე მსახურების შემდეგ ვიგრძენი რომ რაღაცა მოგვაკალდა და მე გამახსენდა ეს ჟენოს ხმა იყო. აი ეს ხმა რომელიც შეიძლება ადამიანურად რო თქვა აი რამდენჯერ მომდომებია იცი რომ აი ჟენო გაჩუმდი რა ან ხმას დაუწიე. ეს გადაგება მოსმენილი ქონა მაშინ ჩემგან რომ ხმავაღლა უნდა დიდოუფალს და მე ვამბობდი ნეტა რატო უთხარი ეს ხო შეიძლება და ცოტა ხმა დაბლა ედიდებინა უფალი მაგრამ იცით ზურფასებო მე თუ მომაკლდა წარმოგიდგენიათ არ დაწიო შენი აი ეს განცდა შენი შემეცნება იმისა რომ იცი რა განაჩემი ხმა ჭირდება უფალს არ ვიცი ახლა გულში განწყობა მგს რომ ვიღაცები ჩამოგთვალოთ რომ თქვენი ხმა ჭირდება მეთქი უფალს მაგრამ თავ შევიკავებ შენი ხმა ჭირდება უფალს ადიდე უფალი ვიცი შეიძლება არ ხარ ემოციური ადამიანი მაგრამ ემოციები მიუძღვნა უფალს არ ნიშნა მაინც და მაინც რომ რაღაც ახლა არა შენი ემოცია მიუძღვნა უფალს ნიშნავს იმას რომ დაუქვემდება რომ შენი გრძნობა შენი გონება და გუნთან ერთად ეკლესიასთან ერთად ადიდო უფალი რატომ რადგან კეთილია რადგან უკუნისამდეა წყალობა მესი მოდი წამოვდგეთ ფეხზე ძვირფასებო ალელუია დიდება უფალი იესო ქრისტეს ალელუია თავს არ გაგანებებთ არც მე არც ძმები იქამდე სანამ ეკლესია არ იქნება ერთი დიდი გალობის გუნდი მარტო ჩვენ კი არა ნინო არ გაგანებებთ თავს დათუნა არ გაგანებებთ თავს დატო არ გაგანებებთ თავს ბესოც კი არ გაგანებებთ თავს ვერ მოვისვენებთ ვერ გავჩერდებით იმიტომ რომ უფალი ცოცხალია უფალი რომ ცოცხალია ჩვენ ცოცხლები ვართ განა იესო მარ თქვა ღმერთი არის ღმერთი აბრაამისა ისააკისა და ვისიო იაკობისა ღმერთი ცოცხლებისა ის რომ ცოცხალია ჩვენ ცოცხლები ვართ და ამიტომ უნდა უძღვნათ ჩვენი თავები ღმერთს ცოცხალ მსხვერპლად რომ უფლის სახელი იყოს ამაღლებული განდიდებული რომ როცა ზეიმია ყველანი ვზეიმობ საგალობლებით როცა თაყვანსემთ ყველანი თაყვანსემთ საგალობლად ზეიმის დროს ემოციები შეიძლება მეტად ემოციებში უფრო მეტად გამოხატულები ვარ თაყვანისემაში მეტი მდუმარება გვაქვს მაგრამ თაყვანისემის დროსაც ჩვენი გონება ჩვენი გრძნობები ჩვენი ემოციები უფალს ექვემდებარება და ვიწყებთ სულით და ჭეშმარიტებით თაყვანისემას ისე როგორც უფალს შეფერის მოდი დავუყროთ ჩვენი ხელები ვილოცოთ უფლის წინაშე და ჩვენ უნდა უგალობოთ უფალს და აი უფალი უნდა განვადიდოთ მთელი გულით მთელი შემართებით კარგით მოდით ვილოცოთ მოდი აღიმაღლე ხმა და ვილოცო უფლის წინაშე ისე რომ მართლა შენი ხმა ისმოდეს ილოცე უფლის წინაშე და ხმა გააგონე ზეცას შენს გვერდზე მყოფ ადამიანებს უფალს მოდი ვადიდოთ უფალი ღმერთი მოდი თქვათ რომ უფალო კეთილი ხარ და უკუნისამდეა წყალობა შენი იქნება და ესაც შენი გამარჯვების წყარო გახდეს აი იმ პრობლემებზე რომელსაც ებრძი იმ პრობლემებსაც უთხარი
კეთილია უფალი და უკუნისამდეა წყალობა მის, იმიტომ რომ გამარჯვება მოუტანა ღმერთმა ისრაელს. ყიჟინით, ქებადიდებით, თაყვანისცემით, მადლიერებით მოიადი აღიმაღლე ხმა რომ უფალია დიდებული, უფალია წმინდა, ისწავლე განდიდება. წმინდა წერილი ამბობს რომ გახსენიო ბაგე და მე ავავსებო შენს ბაგეს. დიდებული ხარ შენ ღმერთო, არ ვინ არის შენი მსგავსი. წმინდა ხარ შენ და მართალი ხარ. განდიდებული ხარ უფალო. და ჩვენი პრობლემების და მიუხედავად რა შეედრება უფალო ღმერთო შენს ბრწყინვალებას, შენს დიდებულებას, დიდებული ხარ და წმინდა ხარ შენ უფალო ღმერთო. გვასწავლე მთელს ეკლესიას შენი ქება დიდება, თაყვანისცემა, რომ მართლაც ღმერთო უფალო შემდეგი წელი იქნება თუ შემდეგი წლები იზრდებოდეს, ვითარდებოდეს შენ დამი ღმერთო. ქება დიდება, თაყვანისცემა ჩვენ არ გვავიწყდება უფალო ღმერთო. ჩვენ ვსლობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ არ გიცნობენ. მრავალი ადამიანი შემატე ეკლესიას. გამრავლე ღმერთო უფალო ადამიანები, რომლებიც განგადიდებენ შენ. ჩვენ ამ წლის დასასრულს ლოცულობთ ყველა დაკარგულზე უფალო. დააბრუნე ყველა დაკარგული. მოგვეცი ძალა ღმერთო სულის მართლობა რომ მოვინახულოთ ადამიანები. დაუპატიჟოთ ისევ ეკლესიაში. შენი სახელი იყოს განდიდებული, ამაღლებული, რადგან წმინდა ხარ და მართალი ხარ. დიდებული ხარ შენ, არ ვინ არის შენი მსგავსი. ჩვენი შინაგანი ადამიანი, ჩვენი სამშვინველი, ჩვენი სხეული, შენი საკუთრება უფალო, შენ გეკუთვნის. კიდევ ერთხელ გადმოგეცემით უფალო. დიახ უფალო, გადმოცემულები ვართ, შენ ხარ ჩვენი უფალი. მაგრამ ჩვენ თავებს ვახსენებთ კიდევ ერთხელ რომ ეს ხელები შენია უფალო, ეს თვალები შენია უფალო, ეს ბაგე შენია იესო ქრისტე, ეს ფეხები შენია უფალო ღმერთო, ეს სხეული შენია უფალო ღმერთო. მოგმართე, წარგვიძეხი, გვასწავლე. მოგვეცი ღმერთო სიტყვა ამ კათედრიდან ცოცხალი, ნამდვილი, წმინდა უფალო ღმერთო. რომ ყოველი მსახურება იყოს ასი ამბობს უფალი. სიტყვა დროული უფალო ღმერთო. რომ შენი სახელი იყოს ამაღლებული და განდიდებული. აგურთხე ღმერთო მწყემსიდან დაწყებული ყველა ადამიანი ვინც ეკლესიაშია, აი თუნდაც გუშინ მოსული ადამიანამდე, რომ ყველანი გარდავისახოთ უფალო ღმერთო, რომ ჩვენ შემოუბრუნდით, გემსახურებით და მოლოდინში ვცხოვრობთ იესოს სახელით და ყველა მერტად თქვა ამინ. დიდება უფალი იესო ქრისტეს, დიდება უფალი იესო ქრისტეს.